Virtually კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. საქართველოში სამუშაო ვიზიტით ორგანიზაციის წევრები იმყოფებიან. დღეს გაიმართა შეხვედრა განათლების მინისტრ თამაზ თანიკიძესთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ფარგლებში ქართულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ცენტრის პროექტებში ჩართული ქართველი პროფესორებისა და სტუდენტების საქმიანობას და მომავალ ერთობლივ პროექტებს. 2014 წლიდან საქართველოს კონტრიბუცია CMS-ის ექსპერიმენტში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომელიც ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში გვაქვს და რაც მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი უკვე ჩართული არის სრულად ამ პროექტის განხორციელებაში. დღეს ვისაუბრეთ კიდევ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც აქ ლოკალურად საქართველოში შეიძლება გაკეთდეს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს იქნება ლაბორატორიების მოწყობა და სამუშაო ადგილების გამართვა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა და მეცნიერებმა, რომლებიც ჩვენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ, თავი მოუყარეთ, შესაძლებლობა ექნებათ, რომ უფრო საფუძვლიანად და მიზანმიმართულად იმუშაონ ახალგაზრდებთან, რათა მოახდინონ მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებში, მათ შორის ცენტრში. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ქართულ უნივერსიტეტებთან. მე დღეს აქ ვარ, რათა მინისტრს აღუწერო თუ როგორ მუშაობენ ქართველი პროფესორები და სტუდენტები ცენტრში და რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ ისინი. ჩვენ გვაქვს ფორმალური შეთანხმება იტალიასთან, რათა მოვახდინოთ ტექნოლოგიების, სტუდენტების და პროფესორების ტრანსფერები და შევეცადოთ შევქმნათ რაიმე ახალი აქ.